კესო 11 წლისაა. ბავშვის უფლებების შესახებ ინფორმაციას ნაწილობრივ სკოლიდან, ძირითადად კი ინტერნეტიდან იღებს. მას მიაჩნია, რომ ამ ჩამონათვალიდან, რაც ბავშვის უფლებათა კონვენციაშია მითითებული, საქართველოში ბევრი რამ არ სრულდება. მაგალითად, ბავშვთა გარკვეულ ნაწილს შრომით ექსპლუატაციას უწევენ, მათ არა აქვთ განათლების მიღების საშუალება. ქუჩაში ხვდება ბავშვებს, რომლებსაც აიძულებენ იმათხრ. უფროსები მათ ცუდად ექცევიან. მზეში ჯდომას აიძულებენ, სიცივაში თბილად არ აწვენ. ესეც ძალადობა. ამ ბავშვებზე არავინ ზრუნავს. კესოს აზრით, უფროსებმა ბავშვების საჭიროებები უფრო მეტად უნდა გაითვალისწინონ და იზრუნონ იმაზე, რომ ყველა ბავშვს ნორმალური ბავშვობა ჰქონდეს. გარდა სოციალური საკითხებისა, კესო სხვა პრობლემაზეც მიუთითებს და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უფროსებმა ბავშვები აღიქვან პიროვნებებად, რომელთაც გააჩნიათ ღირსება. კესო თვლის, რომ უფროსები ბავშვებს უფრო მეტად უნდა უსმენდნენ, მათ აზრებს ითვალისწინებდნენ და ახსოვდეთ, რომ ბავშვებსაც გააჩნიათ უფლებები.